მინდა რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ თუ სამართალ გადაწყვეტილებას და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ აუდიტორიას შეხედოთ თვალებში და ბრალდებულებს შეხედოთ თვალებში. მაგას მითითებ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო, შოთა, შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით. რატომ ეჩხუბებით? მე ჩხუბებით. გაძლევთ შენიშვნას, გაძლევთ დაკავშირებით. კი ბატონო, მანამდე განვმარტე, აქედან გამომდინარე, რომ არ შეგეშინდეთ, თუ არ ვიცი რაღაც ესეთი დასკვნა გამოვიტანე მე. არა, არასწორად გამოვიტანეთ, ხო ხომ გიმარტეთ. გასაგებია, დისკომფორტს რაც შეეხება, თვალებში ჩახედეთ და დისკომფორტი არ იგრძნოთ და ასე შემდეგ, ეს მითითებები მოსამართლეს არ უნდა. მითითება არ არის, მოსამართლე, ეს იყო ჩემი სურვილი. თუ მხოლოდ თქვენი სურვილია, გასაგებია ეს ყველაფერი და მითითებები იმედი არ არის. მადლობა. მოსამართლე დამოკიდებულებაში ჩართული არის როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, ამას პირდაპირ ვიტყვი, უნებრივი შენიშვნას გათხოვთ მაგასთან დაკავშირებით, ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. თქვენ მეგონი არ მისმენ თუ კაცრავად მე რას ვსაუბრობ. ძალიან კარგად გისმენ და ეს ამაზე შენიშვნას გაძლევთ, მაგას რომ მეუბნებით მე მოსამართლეს რომ არ მისმენ. არა, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ვთქვი. შენიშვნას გაძლევთ კიდევ ერთხელ. სასამართლოსადმი უპატივცემლობას ნუ გამოხატავთ. მე არ ვიღებ მაგ შენიშვნას, იმიტომ რომ თქვენ არ მისმენთ. არ იღებთ, ესეც პრობლემაა, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ 95 მუხლი არ დამჭირდება. ძალიან კარგად იცით თქვენ პროცესს. არა, თქვენ გაქვთ შენიშვნის მოცემის უფლება და მე მაქვს უფლება მივიღო ან არ მივიღო შენიშვნა. თქვენ რო წინასხდომაზე რომ მომეცით შენიშვნა დაგვიანებისთან დაკავშირებით, მივიღე შენიშვნა, იმიტომ რომ ეს იყო ობიექტურად მისაცემი შენიშვნა. მაგრამ მაგ შენიშვნასაც ვიღებ. მაგ შენიშვნასაც ვიღებ. კი ბატონო, ზოგს დაგვიანების პრობლემა აქვს, ზოგს უსამართლობის პრობლემა აქვს.